9 მაისის აღლუმზე დასასწრებად თანხმობა 4 ქვეყნის ლიდერმა განაცხადა. შარშანკი აღლუმს 27 ქვეყნის ლიდერი დაესწრო. ინფორმაციას გამოცემა ინსაიდერი ავრცელებს. ამ დროისათვის ცნობილია, რომ 9 მაისს მოსკოვში ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტები და სლოვაკეთის პრემიერი ჩავლენ. პუტინის აღლუმს დაესწრებიან ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტებიც. ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად წითელ მოედანზე წელს სამხედრო ტექნიკა არ ჩაიგდეს. სატელეფონო საუბარი ზელენსკისა და ფიცოს შორის. უკრაინის პრეზიდენტმა სლოვაკეთის პრემიერი უკრაინაში მიიწვია. ფიცოსგან საპასუხო მიწვევა მიიღო ზელენსკიმაც. მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში და მზად არის გაგვიზიაროს გაწევრიანების საკუთარი გამოცდილება, აღნიშნა ზელენსკიმ. შეერთებულ შტატებთან კონფლიქტის განახლება სავარაუდოა და ჩვენი არმია სრულ მზადყოფნაშია, აცხადებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალი. მოჰამად ჯაფარ ასადი ამერიკას ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ნებისმიერ აგრესიას მყისიერად უპასუხებენ. ონის გზაზე მეწყერი ჩამოწვარის გამო შეზღუდულია ავტოტრანსპორტის გადაადგილება. მუშაობენ მეკლდეურები. ტერიტორიაზე მიწის მასის ჩამოშლა და ქვის ცვენის პროცესი გუშინ დაიწყო.